იყო დრო ტყიბულის მთავარ ქუჩაზე გარემონტებულ ფასადებს შვეიცარიას ადარებდნენ. ეს ტყიბულში ვარ თუ შვეიცარიაში ვერ გავიგეთ მოკლედ რა ხდება. თავიდან ხალხიც ბედნიერი იყო და ადგილობრივი მთავრობაც. მაგრამ კედლებზე აკრულმა პანელებმა წყალი მალევე გაატარა და იქ მცხოვრებთა სახლებში ნესტმაც იმატა. ამ რემონტის შემდეგ რომ მოსახლეობას პრობლემები მოებნატა, კარგად იცის ადგილობრივმა მთავრობამაც და ცენტრალურმაც, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდმა. თუმცა მოგვარებაზე ჯერ თავი არავის შეუწუხებია. ტყიბულში ბოლო 2 წელში 37 შენობა გაარემონტეს. ზესტაფონში ჩვენი დათვლით 6. ორივე პროექტი განახლებული რეგიონების პროგრამის ნაწილი. პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წელს დაიწყო, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. საკითხავი აქ ისაა, ამ სახელმწიფო პროგრამით ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმა უფრო იხეირა თუ რეგიონების მოსახლეობა. ჩვენ ორი თვე ვიკვლევდით ამ ამბავს, ვესაუბრეთ 20-მდე ადგილობრივს, რომელთა საცხოვრებელს ფასადები კი გაუკეთეს, მაგრამ შიგნით არავის შეუხედავს. თან ამ ფასადებმა წყალი გაატარა და ბინებში ნესტმა იმატა. ზოგ შენობაში კი წყალი სახურავიდანაც ჩადის. ამ მასალაზე მუშაობისას ერთ საგანგაშო ამბავს წავაწყდით, ამ 20 ადამიანიდან ვისაც ვესაუბრეთ, მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელსაც შენობის და მისი საცხოვრებლის პრობლემებზე ღიად უნდოდა ლაპარაკი. სახელისა და გვარის დაფარვის გარეშე. დანარჩენები გვეუბნებოდნენ და გვთხოვდნენ, ჩემი სახელი და გვარი არსად გამოაჩინოთო. ამაშიც ჩანს, როგორი გასაოცარი დემოკრატია დაამყარა ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში. ტენდერებში რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები მილიონობით ლარს შეულობენ, ახალი ამბავი ეს არავისთვისაა. ზესტაფონისა და ტყიბულის შემთხვევაშიც ტენდერები შეპესეს საბა კონსტრაქშენმა მოიგო და ჯამში ბიუჯეტიდან 33 მილიონამდე ლარიც მიიღო. კომპანიის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილია. შიდა ქართლში მოქმედი ადგილობრივი მედია მოზაიკა არჩევნებამდე წერდა, რომ ეს კაცი ოცნების ხმების მოსაზიდად 10,000-ობით ლარს ხარჯავდა ქარელში. ამასთან ერთად კომპანია ხშირად იგებს უკონკურენტო გარემოში ტენდერს, რაც ასევე საეჭვო გარემოებაა. როგორც ტყიბულისა და ზესტაფონის შენობები აჩვენებს, ქართველი კაცის კომპანია იმერეთში შესასრულებელ სამუშაოს დიდი გულისყურით არ მოეკიდა. შედეგად მივიღეთ ერთ კედელშელამაზებული შენობები, რომელშიც წყალიც ჩადის და უკანა ფასადიც ისევ ისე დარჩა, როგორც იყო. ფოტოებს ახლა თქვენი თვალითაც ხედავთ. ახლა საბა კონსტრაქშენს შეუძლია საგარანტიო ვადა გამოიყენოს და დარჩენილი ხარვეზები გაასწოროს, მაგრამ ეს მისგან დამკვეთმა, ანუ მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოითხოვოს. ფონდს კითხვებიც გავუგზავნეთ, ვთხოვეთ ინტერვიუ ამ საკითხებზე სასაუბროთ, მაგრამ ტრადიციულად როგორც ჩვევიათ, თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და არაფერსაც არ გვპასუხობენ.